გასცა საბოძვარი მეფე. გასცა ილოცა. შეავედრა უფალშვილი. და გამოსთხოვა ძე. გასცა საბოძვარი. ესე იგი ქვეყნის სალარო გააცოტა. რომელ მეფეს დაუცია ასე სალარო? შეიწყალა ღმერთმა მეფე და მისაძე. და რისთვის უნდა ეს ძე? სამეფოდ თუ წყებსან და საერთოდ როგორ უნდა აღზარდო ადამიანი? დილია წიგნში წერია ყველაფერი. გონიერება ვიქსა. ერთგულება ძაღლისა. ზალა ჭიანჭველისა. ზალა ერთობისა. მე რას დამჩხავი? არ დაგჩხავი. დამჩხავი. არ დაგჩხავი. ხოდა დამჩხავი. ხოდა არ დაგჩხავი. მეფე ვინმე იყო დიდებული. 30 ვაჟი ხონდა. გამოიწია დროსი კბძის. მოუწოდა ძექადისა. მოახებინა 30-ისა.
გახართ, მტერი ვერ გაგტეხთ. თუ გაიყარებით, სათითაოდ დაგმეწავ. თქვენც მოიხხრებით და მოყვარეთ. სანამ ერთად მტერი ვერ გაგტეხს. სანამ ერთად მტერი ვერ გაგტეხს. კარგი. კაცმა დათვი იწვია. ხოლა ეგრე. ილხინეს აკოცა ცოლსაც აკოცნინა არა! პირმყროს სტუმარს ვერ ვეწყობიო დათმა სთხოვა კაცს სულიდან კართავშიო კაცმა დაჰკრა დათვი წავიდა ხელმეორედ შეიყარნენ და თავი გამთელებოდა დათმა თქვა შენი ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენი ცოლი და შენი ცოლის სენით დაკოდილი გული არაო ენა რა ენა ენა რა ენა მეფემ ვაზირებს უბრძანა წადით და ისეთი რამ მომიტანეთ, რომ მასზე უკმესი არაფერი იყოს. ენა კარგი ახლა წადით და ისეთი რამ მომიტანეთ რომ მასზე უმწარესი არა იპოვებოდეს პირსა ყოვლისა ქვეყანისაზე. მართალია. მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა. ცალის თოლითა. რომელი? ხალხმხატვარეთი, ხელოვანი. და მის მოსაქმედად მიზეზს ეძებდა. მინდა ჩემი მსგავსი ხატი დამიხატო. ვით უკეთე?
შმეშე მიზეთი ვეღატო და მხატვარიც გადაჩა. ერთმა კაცმა დიდძალი ოქრო მიწას დაფლა. ოქრო, დიდძალი ოქრო. ერთი
ია ქურდი. რაც ნაქსობი გამორჩევის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა, ნახა სიზმარ, ირთა ხე ამოსვლოდა და ყოველი ნაპარავი ნაჭერი, ზედეგი და ტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა და შულს უთხრა. როდესაც შემატყობი მარაგდე, ხე მომაგე. ერთმა დიდებმა, ოქროქსობილი გამოაჭრეა. რა პარვა დაიწყო? ხე! შვილმა ხე მოაგონა. ეწყინა მკერავს და პირში მაკრატელი ჩასჩა. ამის თანაქსობი, როდი ეკიდა ხეზნა. გლახაკი იყო ერთი. უპოვარი. ეს იზმრა. 60 ხვარი ყვანდა. 1, 2, 3, 4, 5. ენება გაყიდვა. მივიდა ერთი კაცი და თითო ცხვარში 5 ვერცხლი მისცა. ცხვრის პატრონმა 6 სთხოვა. 6? შეცილდნენ. 5, 6, 5, 6, 5, 6, 5, სავსეფრებში ჩავარდა. დაიქიდა, შეხებილი ამოვიდა. მელი ბერად შემდგარა და გაუდგა იერუსალიმის გზას. მამამან ჩვენმან მომწნელმან პურისა ჩვენისა რომელიას არქიპო მოაწყო სასამართლო მამალო ღმერთმა ყივილი გათენებისას ბრძანა შენ ვახშამს უკან რას აყილდები ხოლმე ყოველ კაცს თითო ცოლი ყავს შენ 10 სარს შევდები ხედარი არ ხარ დეზები რად გაკრავს მოსწვიდეთ თავი ზერავ ავინ გალობელი ხარ არც ტვენა გივარგა და არც მოძახი ღმერთმა საზრდო ხვლიკი და თავი მოხსა და შენ წიწილებს იტაცი 6 თვეს მაღლობ 6 თვეს დედლობ მოსწვიდეთ თავი
სამეფო თორაჯიღა ვინ მოგცა? სოლომონ ბრძენმა თავისი ხელით დამხურა. მოწრევინა ყავს? ერთი მსუქანი იხვი და ერთი მსუქანი ბაძი. სდამელი, ეს ოფოფი ერთ ლუკმად არ მეყოფა. აი მსუქან იხს და მსუქან ბაც. და ოფოფს. ოფოფმა ისეთ ხელში წაიყვანა. მონადირე დავხდა ძაღლებით. და ესეთი გახადეს მელი, ძვალბილი გავერთიანეს. როცა მოძღვარი ახსარებას სამოწმოდ გაიხდის, უარესი დაემართება. არა! კარგისთვის კარგი. ხო, რა იყო? არავის უქმნია. ერთი კაცი მიდიოდა გზაზე. ნახა, ძეძუს ცეცხლი ეკიდა. სეთქმელი გასულიყო. შეიწყალა. ამ გველს მომიჩა. მადლია ჩემთვისო. მიდიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ხალხზე შემოეჭდო, მაგრამ მოუჭირა. რა გაწყენინე, სიკვდილს გადაგარჩინე. კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. ცოტაც მომიშვი, აი ჭადავს გითხოთ. ეს გველი სიკვდილს გადავარჩინე. ახლა კი თავად მახჩობს. მითხარი ჭადანო სად არის სამართალი? კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. სად ეძებს სამართალს? ანას ვაგრილენ. ვალამაზე. ისინი კი ტოტებს მამტვრევენ. წვავენ. კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. მოუჭირე, მოაჭირე. ცოტაც მომიშვი, აი ხარს გითხოთ. კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. ვხნავ, თესავ, ზამთარსაფრულ კაცთან ერთად ვმუშაო. დამაწვენე და დამკლავენ. სტუმარი მომივიდაო. კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. მოუჭირე გველო, მოახრჩვე. ცოტა მაცადე, მომიშვი ცოტა. აი მელოს გითხოთ. დივანთ ბეგთ მდივანთ ბეგი ვარ. მარ სამართალი სად არის გველო? შემოხვევი ხარ, აღწევ, ცოტა ხანს შეეშვი. რა გველი შეეშვა, დაჰკრა მელამ თავში და გველი მოკლა. გველი სამართალიც ეს არის. მერე მან კაცს მანის სმელი აღარ დაიდო და შუბის ხოცნა. კარგი ბეწვი აქვსო. დავაშავე რომ გადავარჩინე. დავაშავე რომ გადამარჩინა. დააშავა, რომ გადამარჩინა. კარგისთვის კარგი, არავის უქმნია. როგორ არ უქმნია? ბოლნისის მთის ძირას ერთი ფუნდუკი იდგა.
სამადლო დასვის, აჭამის, ცხენის ქერი დაბზენისთვის. ფასი არ არის. შვილი ყავს, არა მყავს. ყავდა, მაგრამ არაჩვენა. ეთროვანი იყო. დიდვაჭარი, დიამადნიერი და ცდილობდა როგორ მისი კეთე გადაეხადა. გაზაფხული მოვიდა. გზა გაიხსნა. დიდვაჭარი წავიდა. მე ფუნდე, შვილი გამოუშვა. მე მაინც გძულ ვარ და აქედან წავალ. მე მაინც გძულ ვარ და აქედან წავალ. ვინ ხარ? მე ფუნდუკის შვილი ვარ. კეთრი მაქვს და მალავდა. წავალ, დავიკარგები და მამასთან აღარ მინდა. თუ რომ გეშველება, გიშველი. და დაკლა მისი სისხლი შესწყო და ეშველება უნდა დაკლა მისი სისხლი შესწყო და ეშველება თუ ჩემი შვილი არ გავწირე მისი შვილისთვის, მას სიკეთე როგორ გადავუხადო? შესწყო სისხლი და მოარჩინა ეთროვანი და რომ მოგრუნდა სახლში, ნახა შვილი ცოცხალი, რომელსაც ყელზე ოქროს სალტე შემორტყმოდა. კარგისთვის კარგი. სწორედ რომ ბერს უქმნია რამდენი აღმზრდელი ყავდა მეფის ძეს? 2 სედრაკ და რუქა. არის სურვა მეფემ არც ერთი მათგანი და მოიყვანა შვილის აღმზრდელად ახალგაზრდა, ღარიბი, მაგრამ თავისუფალი ჭაბუკი ლეონი. და ასწავლა მან მეფის ძეს ცხოვრების სიმართლე. განათლება, თუნდაც მეფის, არ არის საკმარისი. ერი,
ერი უნდა იყოს განათლებული. la nani no